და ის კი არიცით აგერ დადგება ძალიან მალე ის დრო, როცა იხილავთ თქვენ კრახს. და ეგ ბიძინა რაღაცა გარანტიებს მიიღებს. სხვათა შორის თავის დროზე წინა ხელისუფლებასაც ვეუბნებოდი ამას, რომ ვიღაცებს მოგიწევთ პასუხისგებლობა, მაგრამ ეს ბიძინა თავის გარანტიებს რო აიღებს და თავის ოჯახში რო აიღებს, თქვენ ოჯახებზე კი არ გამოიდებს თავს. ეგერ არის მოლდოვა, პახატნუკი, რომელიც გაიქცა და მის მომხრეები თვითმფრინავში არ აუშვა. ასე იქნებით. და ეგ თქვენი პავლიკა მოროზოვობა და ეს ისა დამსახურებები ვერ გიტანთ დასანახავად ის ბიძინა. ბიძინას ეშინიას და ძულს ოპოზიციონერები და ვინც ვერ თავისი უნაგირის ქვეშ ვერ მოაქცია. ბევრი ვართ ასეთი, მაგრამ იცოდეთ, მას აქვს ნათქვამი ჩემთვის, ამიტომ გეუბნებით. აი თქვენ ნაყიდები რო ხართ და მისი მონები რომ ხართ, თქვენ დასანახავად ვერ გიტანთ ის. ვერცერთს ვერ გიტანთ დასანახავად. ჩვენზე უფრო მეტად ძულ ხართ, ადამიანებად არ გთვლით. თუ არა და უახლოეს პერიოდში იხილავთ ამას. როგორ ტიტველი ბარტყებივით, ტიტველი ბრმა ბარტყებივით მიგატოვებთ. ასე იქნება ეს. ბევრჯერ მომხდარა, ბევრჯერ მოხდება კიდე. კაცობრიობის განვითარებას აქვს ქრესტომატიული კანონები და ის კანონები არასდროს არ ირღვევა და საქართველოშიც არ დაირღვევა. გვახსოვს ნაციონალური მოძრაობა ახლა რო არ მოგწონს. მე როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ეს რაღაცები კი არ ვაპატიეთ იქ ერთმანეთს, კაცო. ეს იყო პოლიტიკური უნია. უნია რა არის, რელიგიური უნია, იღებ ერთმანეთის წმინდანებსაც იღებ, მაგრამ ერთმანეთის ცოდვებსაც იღებ. ანუ თქვენ აიღეთ მათი ცოდვები? არა. არ ყოფილი. უცოდველები არ გამختارვართ არც. გავიგე, მაგრამ იღეთ ერთმანეთის ცოდვებს, ანუ თქვენც აიღეთ ის ცოდვები? არა, მე ვამბობ რელიგიურზე და ახლა გეუბნებით პოლიტიკურზე. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცებზე უარი ვთქვით. ბევრს გონია სხვათა შორის ასე. არ არის ჩვენი ცოდვებით ვართ დღეს მოკავშირეები. ამიტომ თქვენც უნდა გაერკვიოთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ვინც სხვანაირად ფიქრობთ, ხო? მე სააკაშვილთან პოლიტიკური ბმა, იმიტომ კი არა ვარ, რომ მოყრობას ვაპირებ მასთან. არ ვაპირებ, ქვეყნიდან გამომდინარე. მე როცა ამ საქმეში ვიყავ, მე საკმაოდ სპეციფიური პოზიცია მაქვს ხვებისგან განსხვავებით და უნდა ვთქვა ახლა ზედმეტ თავდაბლობაც არ ვარგა, ხო? სააკაშვილი არ იყო ამ საქმეში, მე რო ვიყავი. დამოუკიდებლობის აქცია ხელს რო ვაწერდი. და ძალიან ბევრი არ მახსოვს, არც ბიძინა მახსოვს, მე რამდენადაც ვიცი რაღაცებს ვაჭრობდა მაშინ. და სააკაშვილთან ბმა იმიტომ მაქვს და იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და საკუთარ თავს გადავახტი მეც და ისიც სხვათა შორის, იმიტომ რომ ხშირად წითელი ხაზებიც გადაგვილახია მე და სააკაშვილს ერთმანეთთან ურთიერთობის, მაგრამ ქვეყანაზეა ლაპარაკი. ქვეყანა, რომელიც არის დავრდომილი, ძვლებამდე გაშიშვლებული. არავინ არ ლაპარაკობს. ჩამოვიდა ხო ის ამერიკელი თავდაცვის მდივანი და გვითხრა ხო? არც იოცნებოდ 3+3-ზეო. და იმან ამერიკელმა გაგვახსენა, რომ თქვენ შემთხვევით 20% ხო არა გაქვთ დაკარგული რუსეთის გამო. ახლა ეს ინტელიგენცია რო არის, წითელი ინტელიგენცია. ხო? ეს ჩაუძირავი წითელი ინტელიგენცია, წითელი ფრონტა. ახლა თქვენ მოგმართავთ. ძვირფასო მეგობრებო, პუტინთან ხო გინდათ კავშირი და შერიგება და რუსეთთან ხო გინდათ შერიგება. ამ თქვენ სისხლძახორცს რატო არ ურიგდებით? რანაირ სამართალი, რანაირ მრუდეთ ცხოვრობთ უყველა. მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ხო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ებრძვით. ზუსტად გამსახურდია ზარბაზნები ხო ესროლეთ. ინტელიგენცია და პუტინის მომხრეები ხო ხართ აქა? მეხუთე კოლონა ხართ გაგანია. და ამ ქვეყანას სჭირდება მდგომარეობიდან გამოსვლა. მე რასაც უყურებ, ეს არის რაღაცა, ერთ მორევში ტრიალი 9 წლის განმავლობაში და სააკაშვილში ვხედავ იმ პერსონას, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს ამ ქვეყანას. იმიტომ რომ არის კოვიდ, პოსტ-კოვიდი მოდის ნეო-შუა საუკუნეები, მოგწონთ ვინმეს თუ არ მოგწონთ, ასეა. იცვლება სამყაროს. ყველა ქვეყანა გადასული არის თავის გაძლიერებაზე. თუ არა ერთი წუთი.
თუ არა და პირველ ტალღის დროს ვნახეთ ხო ევროპის კავშირი ერთმანეთს პირბადეებს რო პარავდნენ თვითმფრინავებს რო აკავებდნენ აეროპორტებში ყველა საკუთარი ოჯახის და თავისი სახლის ამას ქვია დაბრუნება მამისეულ სახლში ბიბლიური თემა დაიწყო უკვე მთელ მსოფლიოში ყველამ დაიწყო თავისი საცხოვრისის დალაგება და ჩვენ სადავართ ხალხო აგერ არის მომდგარი არის ირანი რუსეთი თურქეთი ღრმა პატივისცემა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჩემზე უკეთესად არც ერთი არ იცნობთ და ღრმად პატივისცემა იგივე რუს ხალხს და იგივე თურქებს ხო მაგრამ ხალხო ბრუნდებით იმ გარემოში რომლის საიდანაც 200 წლის წინ გამოვედით ამ სამმა ქვეყანამ უნდა გახერხოს კიდო ეს ქვეყანა და სადავართ ჩვენ ხისთავიანი ხელისუფლების ხელში და მანიაკი ბიძინას ხელში მადლობა. ამიტომ ყველა მოვიდა, არავის არაფერს არ მოგიწოდა. ეხა რო არ შეგახსენო, ეხა რო ადამიანს ასეთ სიტყვებით ამკობ, რომ მის გვერდით იდექი, როცა ის ხელისუფლებაში მოდიოდა თქო, ვიქნები არასწორი. მე უნდა გაგრძელდეს ჩვენი კამათი. უნდა გაგრძელდეს ჩვენი ჩემი გამოჭერა არის, მთავარი ამოცანა თუ ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა. ვინ იფიქრებდა, რატო უნდა მაშინაც მანიაკი იქნებოდი, რო გეფიქრა, რომ ეს კაცი რაღაც ამსასწაულებს მე ადამიანს როცა გავიცნობ, სულ ვარ კეთილგანწყობილი, ცუც არ ვფიქრობ, განსხვავებით სხვებისგან, ხო? ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას, რომ ევარგა და გაეგრძელებია ის კარგი, რაც იყო სააკაშვილის დროს და ამოეხუთა ის, რაც იყო ცუდი, სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, რომელსაც 9 წლის თავზე კიდე ებრძვით. ხო აღარ იქნებოდა აქტუალური. მადლობა, მე იცი რა